ნინო, ირა ფერი იყო კაცი რომ მოგეკიდა ბაზარში? ესე იგზურა ძალიან გლახათა ჩემი პოპულარობის საქმე. იმ დღეს დამყვა ბაზარში კაცი, მე ხედავ მომწვევა. უცხო კაცი? უცხო კაცი. ხო, ჩანთები აქვს. მივხვდი ვინ ეს ავათხარავი. ხوار მოგეწოდება. კაი კაცი, ხალბატონო ვიცი. ხალბატონო, ჩემაცოლმა მithვა იმ ხალს გაყევი, რასაც იყიდი შეციგიხდე. ასე დღეში ვარ, ზურა, ასე გაგივარდა სახელი? ასე გამივარდა სახელი. სად არ ვიყავი ომში, რა დავალებები არ შევთავარი, ყოფილა ჭამა. აგე რა, საწებელი, ახლა ხუთ რას ვაკეთებ? მე კი ვიცი, მაყურებელს უთხარ. ეხლა ვაკეთებ ჩვენ ტრადიციული საწებელი პამიდურს, მაგრამ ეს უფრო არის ბოსტნეულის რა ვიცი, პიურე შეიძლება. ბოსტნეულის პიურე. მე მაგი არ ვიცი ნინო. მე ვიცი რომ პამიდორი გაქვს, იმფერი. უკეთესი რომ არ შეიძლება. ბიჭო, ახლა არ შეიძლება და ხარიზულად არ გვეხმარ ამ საწებელში. ამით გამოა, კაი, ნახე რა ფერი გამევიდეს. ხო, მაგრამ წითელი ჩვეულებრივი პამიდორი უფრო იაფიანია, უფრო ეკონომიურია. და მე ხომ არ მაქვს საყიდელი და ვისაც საყიდელია, კაი, მანქანა შენქელი იაფიანი პამიდორი. ნახე რა საყარლებია, ნახე. ხო, აგი ახლა ბოლო მოკრეფა, მეტი წელს ხარიზღულა აღარ დამწიფდება, დანარჩენს კუხეს გავაკეთებ. მე გაგირეცხავ ასე, გაგიჟღვანჟვალებ, მეტი და მეთქუ, მე უფერს თუ გამაკეთები ეს. მეც რას აკეთებ შენ კიდე მითხარი? შენ აკეთებ მე ჩითილებს. ხო და რა შობი ახლა შენ? მე ხავ ჭრი პამიდორს. ნახე ამას რა უნდა? ამას უნდა პამიდორი, ამას უნდა სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და ნიორი. ვაშლი. მწვანე ვაშლი რამდენი? მწვანე ვაშლი უნდა, ბევრი არა, მაგრამ სისქისთვის და არომატისთვის ჭირდება. სტაფილოს უნდა რა? გამირეცხე მაინც რა. გარეცხილი კი არა, კი რა გაფარია. კი, თორე მე რეგვეტი გარეცხილია. გარეცხილი ჩაას იმაში, რა ქვია? კატრში. ვიცი, ეს ყველაფერი გარეცხილია ზურა, ხო შენი ჭირი. მეორეჯერ ეს ამარეცხილი. შეხედე? აი. ამებს ახლა პირდაპირ ესე უხეშად ჭრი და ვყრი. კაფში გამოდის მაისი. უგემრიელესი ყველაფერთან, ნახე. ეს ვაკეთებ მაგას საშენაცხო. ეს ყველაფერთან კარგია. წიწიბურასთან, კარტოფილი, ხორცი და ისე პურით საჭმელადაც გემრიელია. მარხვაში ხო, ძალიან გემრიელია ყველა. აგეს მეორეზე მაგრამ ეს ამარეცხები ერთხელ ხომ გავრეცხე. არა, ეს არ იყო გარეცხილი, დანარჩენი გარეცხილია ყველაფერი. ერთხელ გავრეცხე დილას და ხო და აგირმათ, ხო სულ ეცხავ არა შენ. აი ეხლა ნახე, ამ სტაფილოსაც ჩავჭრუ ხეშად მოიხარშება. კარგა და მე ყველაფერი ერთად ან იხეხება, ან ბლენდერდება. ბლენდერ ჩემს სახში არაა და. მაშინ გავხეხავთ. იმაში ცხრილში გაატარეთ, ხო? კი ბატონო. აი ახლა ამ ფერ პამიდორს რომ ჩაჭრე, ან ახლა შეხედე. ხარა გასხვებული გემო ნამდვილად აქვს. შეხედე რა ფერი. სუნიც რა ფერია, შეხედე. თესლი ცოტა აქვს, შეხედე რა ფერი. აუ, მაგის საწოდაობა ახლა მაგის თესლი რო არ გამოვიო. არა უშავს მარკს საკმარის. თესლი მაგ და ჩითილიც მექნება. შეხედე რა ფერებია. თან რა გებია. ეგონება დაცვარულია. კი. თან ამას აქვს ხელი კანი. და სქელკანიან პამიდორს როცა ვაკეთებთ, ამ საწყებელში აუცილებლად კანი უნდა გაძვეს, თორემ უხეში გამოდის. შეხედე რა ფერი. დაფიფულია ხლაკა. დაფიფული, კი. ესე იგი, აქ თავარი ძირითადი არის პომიდორი. მე ხახვი უნდა, ვაშლი, სტაფილო, წარე წიწაკა. ნიორი. და ნიორი. აი ნიორს ეხლა ვჭრით აქ, ჩამატებ. და ყველაფერი ერთად იხარშება და მე ან უნდა გაიცრას და ან დაბლენდერდეს. ეს არის მთავარი. რა გამოგივიდა ერთი მაჩვენე? ის ყველაფერი ერთად მოიხარშა, პამიდორი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ვაშლი, წითელი ბულგარული და მწარე წიწაკა. ეს არის ამ საწებლის ინგრედიენტები. მათთან ერთად მოიხარშა, გავცხრილეთ, ჩემო ბატონო, მარილი დაუმატეთ, გემოვნებით, წიწაკა შეიძლება მიუმატოთ, ჩვენი სურვილის მიხედვით და ეს არის. ვიცი რა, ძალიან გემრიელია, მაგრამ არა აქვს ჩვეულებრივი პამიდურის საწებლის გემო. რომ იყიდება კეჩუბები ცოტა იმისკენ. კი, იმისკენ იქნება. იცი რა, ზოგი ამას უმატებს დარიჩინს, ზმარს, მაგრამ ეს არის ბოსტნეულის პიურე, ასე. კაიკია და გემრიელია ძალიან. ახლა მარილისთვის გავსინჯავ და აგი პურთანაც შეიძლება შეჭამოს ადამიანმა, სულ არ უნდა. ძალიან გემრიელია. ძალიან. ბევრი არომატები აქვს და კაია. აია.
და მაგფერი გამევიდო და იმ სლიმკა პომიდორით მაინც. სლიმკა არ ვიცი. იმდენი რა გითხარი შენ? ეს ისეთი ძვირფასი პომიდორია, ყველაფერი გემრიელი გამოვა. ჯობია ახლა მას პომიდორი თუ ჯობია შეხედე რა ფერი ეთლა მომბრეშილი. უფ.